ყველა ბიოპრეპარატი არის ცოცხალი ორგანიზმი და მათი გამრავლება შესაძლებელია სახელის პირობებში. ამიტომ, თუ გინდათ თქვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იაფი დაჯდეს, უნდა ერთხელ იყიდოთ და შემდეგ თვითონ გაამრავლოთ. იდეაში თავისუფლად შეიძლება ბიოლოგიური გნებავთ ორგანული პროდუქციის თვითღირებულება ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე იაფი დაჯდეს. ეხლა ქიმიურად და სინთეზირებულ შხამქიმიკატებს ვერასოდეს ვერ დაამზადებთ სახლში. ასე რომ პერიოდულად შხამქიმიკატების ყიდვა ყოველთვის გიწევთ. აი ტრიქოდერმა კი თავისუფლად შეგიძლია გაამრავლოთ. ასევე სხვა პრეპარატებიც, ბოვერია და მეტარიზიუმი მაგალითად. ცოტა მონდომება და ცოდნის შეძენა უნდა. არავინ გეუბნებათ, რომ ეს ადვილია. არა ბატონო. ადვილი ფაფის ჭამა, ისიც თუ ცხელი არ არის. ყველაზე ძნელი ამ პროცესში არის სწავლა. აბა შემდეგ სამზარეულოში რაც ხდება, იმაზე რთული ნამდვილად არაფერი გახლავთ. რა რძე არ აგიდუღებიათ, მაწონი არ მოგიმზადებიათ, კიტრის მწნილი არ გაგისტერილებიათ ოჯახში თუ რა. ბიოპრეპარატების მომზადება მაგ საქმეზე რთული სრულიადაც არ არის. ეხლა სხვადასხვა ბექგრაუნდის მქონე ადამიანს სხვადასხვა დრო დასჭირდება სწავლისათვის. მაგრამ მონდომების შემთხვევაში პიანისტიც კი ისწავლის რა პრობლემაა, თან რაც არ უნდა ასაკში იყოს. ეხლა თუ ცოცხალი მიკრობიოლოგი გასწავლით, თლად კარგია პროცესი დაჩქარდება. თუ არა და YouTube-ის ვიდეოებიც ძალიან კარგი საშუალება გახლავთ. როცა გცალია, დაჯდები და მაშინ უყურებ. ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ კამერები ფერს ზუსტად ვერ გადმოსცემენ. თორემ აქაც ცოცხალი მასწავლებლები არიან, მარტო ეს არხი ხომ არ არის, ბევრი არხია ბიოპრეპარატების გამრავლებას რო ეძღვნება. სურველი მოძებნის, თუმცა ქართული არ არის სამწუხაროდ და გადარჩევა კიდევ საჭირო ამ არხების, რომ ვთქვათ, არხის მეპატრონეთ კონკრეტული ფირმის რეკლამირებით არ იყოს დაკავებული. თუმცა იქაც კი შეიძლება ბევრი ნიუანსი სწავლა. ვისაც ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის პროდუქციის კომერციული მიზნებით წარმოება უნდა, სხვა გზა არც აქვს. თუ უნდა სერიოზული მოგება ნახოს, თვითონ უნდა გაამრავლოს ბიოპრეპარატები. ვინც მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის ეწევა მეურნეობას, მათ შეუძლიათ დარჩნენ მზაბ ბიოპრეპარატებზე. მაღაზიაზე და ბაზარზე ნაკლები მაინც დაუჯდებათ, გარდა ამისა საკუთარი ოჯახისათვის ეკნებათ საუკეთესო ისეთი ხარისხის, რომელსაც უბრალოდ ვერ იყიდით ფიზიკურად. ტრიქოდერმის გამრავლება განსაკუთრებით ადვილია, იმიტომ რომ ძალიან აგრესიული სოკოა და მშვენივრად ჭამს სხვა პათოგენებს. ამ დროს ტრიქოდერმა ყველაზე მეტი გვჭირდება, განსაკუთრებით ვეგეტაციის დასაწყისში. ეხლა მხოლოდ ტრიქოდერმა რო დაამზადოთ სახლში რაც შედარებით იოლია, ბიოპრეპარატების ხარჯებს მინიმუმ გაინახევრებთ. მოსავლიანობა უკეთესი გექნებათ, კომპოსტი საუკეთესო, ნიადაგი მაქსიმალურად თავისუფალი პათოგენებისაგან. ასე რომ დროა ჯერ ტვინი გავამძრიოთ, შემდეგ ხელი. დადგა გაზაფხული და სეზონიც დაიწყო.